თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია გირჩიმეტი თავისუფლების წევრის გელა ხასაიესა და ვასილ ქერდიყოშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ორივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზეა ბრალდებული. ღევანდელ პროცესზე მოწმის სახით პოლიციელი რუსლან გელაძე და გამომძიებელი ვლადიმერ წერეთელი დაიკითხნენ. როგორც მოწმე პოლიციელმა პროცესზე განაცხადა, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად მას მოწმის სახით გამოკითხული ყავს გელა ხასაია. ხასაიამ კი სხდომაზე თქვა, რომ გამომძიებელს, რომელიც დღეს მოწმის სახით დაიკითხა, პირველად ხედავდა. შესაბამისად მისგან ჩვენებას საერთოდ არ აუღია და გამომძიებელი, რომელიც მისგან პასუხების მიღებას ცდილობდა, საერთოდ სხვა იყო. თავის მხრივ გამომძიებელი ვლადიმერ წერეთელი ამტკიცებდა, რომ ხასაია ნამდვილად მან გამოკითხა. პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1 სექტემბერს თბილისში თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცავებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. ხასაია ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.